გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ მაინც და მაინც არა ვარ მოწესრიგებული და ესე ექსტერნად და ექსპრომტად ვეხმაურები იმას, რაც დღეს მოხდა. დღეს დაიჭირეს ორი აგენტი, როგორც ამბობენ. ერთი არის გულბათ რცხილაძე და მეორე არის ვინმე ჩხიკვაძე, თუ არ ვცდები, თუ ჩიხლაძე. იცით რა შეასაქმე? აგენტები უნდა დაიჭირონ, რა თქმა უნდა, მე ვემხრობი საერთოდ თუ აგენტები არიან, უნდა დაიჭირონ. ახლა მე არ გამიგოსვინებ თითქოს ვინმეს გაჭერას ვაპროტესტა, არა ბატონო. აგენტი თუ არის და თუ მტკიცდება, რომ აგენტია, უნდა დაიჭირონ. მაგრამ ეხლა დაუკვირდით აქ რა საფრთხეები არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შეხედეთ დაუკვირდით. სააკაშვილმა ხო გახსოვთ, რომ დაიჭირა ესე რუსეთის აგენტები და დიდი დოლგარმონით და რაღაცეებით რო გადასცა მე იმას, რა ქვია, ეუთოს წარმომადგენლობას პომპეზურად და მთელი ესე იგი ტელეკამერების თვალწინ და ამას მოჰყვა რუსეთის დამცირება. და მე რუსეთმა რა გვიქნა ჩვენ 2008 წელს. ხო გახსოვს ეს კარგად? აი ამის სუნი ხო არ ტრიალებს დღეს საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, აგენტები, ვისი აგენტიც გინდა იყოს ის, ხო, უნდა დაიჭიროს ხელისუფლება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რაღაცა ძალიან ცუდ თამაშს ხო არ თამაშობს ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეხლა თუ ვინმეა დასაჭერი დღეს აგენტები, ის გაფუჭებული ქალი რო არის, ის რა ქვია, ის საბანაძე, ნატალია საბანაძე, ვანო ჩიხლაძე თუ ჩხიკვაძე, იქ ამერიკაში რო დაწანწალებენ იქა და ისა დანოსებს რო წერენ. ეკა გიგაური, ელენე ხოშტარია, აგერ ეხლა ჰადსონის ცენტრში რო გააკეთა განცხადება მოღალატემ, გიორგი კანდელაკი. მაშინ ესენის დაიჭირეთ, ძმაო, ამათ რატო არ იჭერთ? კაცო, ესენი აგენტები არ არის, აბა ვინჯანდაბა ესენი. ესენი არიან შპიონები, პირდაპირ ჯაშუშები. თუ ვინმეა ჯაშუში საქართველოში, ეკა გიგაურზე უფრო ბოკერიაზე მეტი ჯაშუში, თინა ხიდაშელზე მეტი ჯაშუში, უსუფაშვილზე მეტი ჯაშუში, ბერძენიშვილებზე მეტი ჯაშუში და გიორგი კანდელაკი, ეს ბაბუცა პატარაია. მე გასწავლოთ ნატალია საბანაძე, ვანო ჩხიკვაძე. აი გეუბნებით, აგერ ჩამოგითვალეთ ვინც არიან აგენტები და ჯაშუშები. ხო და მაშინ ესენიც უნდა დაიჭიროთ, ძმაო, ეგრე სად არის ახლა თქვენ ამორჩევით რო იჭერთ ხალხს. ხო, რუსის აგენტი არის აგენტი და ამერიკის და თურქეთის აგენტი არ არის აგენტი, კაცო. ეს ის რო არის კიდე ის პარლამენტში რო შეიყვანეთ იქ ბოკერიას პარტიიდან ტარიელ ნაკაიძე რა არ არის აგენტი ეგა? არ არის აგენტი? ეს თურქეთის აგენტი არ არის ტარიელ ნაკაიძე? ინტერვიუ რომ მისცა რომ ტაოკლარჯიჩიო საქართველოს ეკლესია მონასტრებსო რაბედიც მოელითო საერთოდ არ მაინტერესებს ეგ ამბავი. ამას რო ქართველი კაცი იტყვის, ის არ არის თურქეთის აგენტი? მე ვკითხულობ რა. პასუხი გამცეს ვინმე. ხო. ასე რომ აქ მე ხაზგასმით ვამბობ, რომ აგენტები ვინც არიან, ეს გულბაათი იქნება, რცხილაძე თუ გულბაათ ჭავჭავაძე იქნება, დასაჭერი უნდა დაიჭიროთ. ორი აზრი არ არსებობს, კაცო, ეს ისეთი თემა, შვილი რო იყოს, შვილის დანდობა არ შეიძლება, არავითარ სახელმწიფო საერთოდ ისეთი ორგანიზმია, რომელიც ახლა შენია და ჩემი ამას ვერ იტანს. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ნალესილი ნაჯახი. ხო, აგენტი არის, რუსის აგენტია, რა თქმა უნდა, ციხეში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამას რა შეიძლება მერე მოხვეს პუტინის მხრიდან, რომელიც უკვე ფაქტობრივად სომხეთს დაემუქრა, რომ უკრაინას რაც დაუმართეს, შეიძლება ის სანატრელი გაგიხდესო და მეორე, თუ იჭერთ რუსის აგენტებს, მაშინ დაიჭირეთ, გეუბნებით, ვინც არიან დასაჭერი, თქვენ ძალიან კარგად იცით. გიგა ბოკერია, ნატალია საბანაძე, გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი, დათო უსუფაშვილი, ბაბუცა პატარაია,
ეკა გიგაური, ელენე ხოშტარია და აი ეს რა ქვია კიდე ეს ხო რა ეს კანდელაკი თქვი და კიდე არიან მაშინ ესენს დაიჭირეთ რა იმიტომ რომ აგენტი ყველა აგენტი ახლა რუსეთის აგენტი იქნება თურქეთის ტარიელ ნაკაიძე ხო გამომჭა ხო და აი ამიტომ გეუბნებით და გარჩევა არ უნდა იყოს ესე იგი თუ ვინც არის თურქეთის აგენტურაც რუსეთის აგენტურაც აზერბაიჯანის აგენტურაც უნდა გამოვლინდეს რა მე მაგ ეჭვი რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან აზერბაიჯანის აგენტები დიდი ეჭვი მაგ არ ხელს ვერ დავადებ მაგრამ მაგ სერიოზული ეჭვი რა რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან აზერბაიჯანის აგენტები მე მაქვს ეჭვი რომ მაგალითად ლევან დავითაშვილი რომელმაც გააყიდა საქართველოს მიწები პრემიერ კობახიძესთან ერთად და დავით გარეჯის არაბებზე გაყიდა ქართული მიწები და დავით გარეჯის საქმეში დიდი ალბათობით გარეულია და გაიქცა იტალიაში დაინიშნა სოკარის პრეზიდენტად მაქვს ეჭვი რომ შეიძლება ეს კაცი არის აზერბაიჯანის აგენტი ამიტომ ამას რა ვიცი ახლა მე მგონი გასაგებად საუბრობ მაპატიეთ კიდევ ერთხელ გაუპარსავი ვარ არა ვარ ფორმაში დაღლილი ვარ მუშაობ აგერ პუბლიკაციაზე და უბრალოდ ახლა სპონტანურად ჩავერთი ამაში ესე არ შეიძლება რა ეხლა თქვენ რაღაცა წამოწმენდილზე რაღაცა სიზმარს ნახავთ და დაიჭერთ ვიღაცას ეგ მე არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს ეგენი აგენტები იყვნენ თუ კონცერტმაისტერები მაგრამ გეუბნებით რომ ამას ახლავს გარკვეული საფრთხეები გაიხსენეთ რა დაემართა საქართველოს როცა სააკაშვილმა დაიჭირა რუსეთის აგენტები და რა გვიქნა ჩვენ პუტინმა 2008 წელს გაითვალისწინეთ ყველა ეს საფრთხე და ამას არ ჭირდება ესე აჟიტირება და აფიშირება ხო და კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველა აგენტი ციხეში არავის არ ვიცავ ხაზგასმით ვაცხადებ ამას არავის არ ვიცავ მაგრამ რუსეთის აგენტებთან ერთად უნდა წავიდნენ აუცილებლად ციხეში თურქეთის აგენტები, აზერბაიჯანის აგენტები, სომხეთის აგენტები და ევროპის აგენტებიც და შეერთებული შტატების სპეცსამსახურების აგენტების გვარები და სახელები ჩამოგითვალეთ. და თქვენც ხო იცით რომ ესენი აგენტები არიან და ამათ რატო არ იჭერთ? ანუ კანონი გაქვს შერჩევითი? მაშინ ეს გამოდის ცოლქმარობანას თამაში და ეგრე სახელმწიფო არ შეიქმნება, ვერ აშენდება. აი ეს გაითვალისწინეთ ჩემი რჩევაა, თორე კიდევ ერთხელ გეუბნებით, აგენტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. ვისი და რომელი ქვეყნის აგენტიც გინდა იყოს. მე მგონი გასაგებად ვსაუბრობ. წარმატებები იცოცხლეთ 1000 წელი ქრისტეში. ბედნიერად ჩემო ძვირფასო ქართველებო.